მოკლედ ქალს არ შეშვენის გინებაო, სამი შვილის დედაო, ისაო, ესაო. ჩამოვედი იმერეთში, გოგირდის აუზები არისო, რაღაცაო, ვანთან ახლოს. ხო და ეხლა ვნახოთ რაღაცა. კავკასიონი, ხვამლის მთა, კამპერი, ულამაზესი ხედი, გადასარევი და აქეთაც შვენიერი დათოვლილი მთები და ეს დედამოწმული. წავედით, ეხლა ვიგინოთ. ერთი ნიფხავი, მოდიხარ, მეორე ნიფხავი, ანუ რომ მოდიხარ ნიფხავ ამოწმული, ეს დედამოწმული, რატო აქედან ვეღარ მიგაქვს ის ნიფხავი, თუნდაც ველი, აი აქ მესამე ნიფხავი ძაღლები დადიან. სიბინძურე არის, ნაგავი ყრია, იმის დედამოწმული. აი, როგორ არ ვიგინო. გადასარევი ხედები არის, ზამაგარი ადგილი არის და ყველგან არის ნაგავი. აი ძალიან ზრდილობიანი, კულტურული და რას ლაპარაკობ. რა ხდება აქ პროსტ აი გული აგერევა, აი რო გინდოდეს რომ ხედით ესე დადგმე და ცხელ წყალში ჩაწვე და ვაუ და ჩაჯმული არის ყველაფერში. აი ხარასე ამ გოგირდში და თან. მოკლედ რო იგინები ტეხავს და რომ მოხვალდა ნიფხებს გამოიცვლი და ეს საფენი და აქვე არის ურნა სხვათა შორის და არ წაიღებ და არ ჩააგდებ. ეგ უკვე აღარ ტეხავს, ეგ მოსულა. ეს რომ მოხვალ იქეიფებ რაღაცა და აქვე დატოვებ შენ ნარჩენებს, ეგაც ანუ ვინმე სტუმარი ჩამოგივიდეს და რო დაპატიჟვაი გოგირდის ცხელი აუზები არის ბუნებრივი. სადნა ჩამოიყვანა კაცო, აი ამ ნაგავში რა აიცი ასწორებს რა მაგარი ხედები არის, მაგრამ ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი, აი ჩვეულებრივი. მაგრატე. ანის აუზებზე მისასვლელი გზა, ანუ ასფალტის გზიდან გადასახვევიდან აუზებამდე არის 2 კილომეტრი და 2 კილომეტრი მთლიანი არის, აი ესეთი რომ დადიხარ კი არა დაცურავ ჩვეულებრივად. გადასწორება მაინც ხო შეიძლება და აი